გასულ წელთან შედარებით ინვესტიციების შემოდინება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12%-ით შემცირდა. თუმცა სამწუხაროდ ეს ახალი არ არის FDI-ის შემოდინება ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ნეგატიურ ნიშნულს აჩვენებს. რა არის ქვეყანაში ინვესტიციების ქრონიკული კლების მიზეზი და სად შეიძლება იყოს გამოსავალი? რესან კიქავა ექსპო ჯორჯიას გენერალური დირექტორია ჩვენთან ერთად ბატონო რესან ძალიან დიდი მადლობა მოგზადებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სულ ახალხანს გამოაქვეყნა საქსტატმა მეორე კვარტლის მონაცემები, სადაც ინვესტიციების ნაწილში გვაქვს 12%-იანი კლება. პირველ რიგში რამდენად ელოდით ამ მოცემულობას და რითი შეიძლება იყოს განპირობებული, რომ არა მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში, არამედ ბოლო წლების განმავლობაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ საკმაოდ ნეგატიური ტენდენცია გვაქვს FDI-ის კუთხით. დიახ, თვის ჭრილში 18%-იანი ფაქტურად 20%-იანი კლება არის ზოგადად ეს როგორც თქვენ ბძანეთ ბოლო წლების ტენდენცია, ამიტომ აქ არაფერი ახალი არ არის. ახლა მით უმეტეს როცა მძიმე პოლიტიკური გარემო არის და ფაქტურად სიახლე არაფერი არ არის ეკონომიკაში, ანუ არ არის ახალი პროექტები, არ არის არანაირი мотивация იმის, რომ უნდა კონდეს ვთქვათ ინვესტორს, რომ დაინტერესდეს ქვეყნით ამ კუთხით ქვეყანა უფრო ნაკლებ და ნაკლებ მიმზიდველი ხდება პრინციპში საინფორმაციო სივრცეს რო გადავხედოთ ვთქვათ რაღაც პოზიტიურს ვერაფერს ვერ ვნახავთ როგორც შიდა ინვესტორისთვის ასევე საერთაშორისო ინვესტორისთვის. ამიტომ ახლა აქ ჯადო არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ყველაფერი ძალიან ისე მით უმეტეს ბიზნესში არის საკმაოდ კანონზომიერი და ვიღებთ იმას, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. ბატონო რესან, აქამდე ტენდენციას და იგივე საქსტატის მონაცემებს რომ გადავხედოთ, აქამდე როგორც ვახსენეთ, ინვესტიციების შემოდინების ნაკლებობა გქონდა, თუმცა გარკვეულ წილად ეს იყო სააქციო კაპიტალში კლება, თუმცა მეტ ნაკლებად ამას აბალანსებდა რეინვესტირება. დღეს არსებულ მონაცემებს თუ შევხედავთ, კლება გვაქვს როგორც სააქციო კაპიტალში, ისე კლება გვაქვს რეინვესტირების მიმართულებითაც, ანუ ორმაგად გართულდა სურათი და როგორც ხედავთ რეინვესტირებაც ამ ყველაფერს ვეღარ აკომპენსირებს, იმიტომ რომ გვაქვს კლება. აი ეს რეინვესტირების ნაწილის შემცირება რასთან შეიძლება იყოს კავშირში და გვაქვს თუ არა გარკვეულწილად ამ ეტაპისათვის უკვე სურათი, როდესაც ინვესტორები იმ მოგებას და დივიდენდებს უკვე შიგნითაც აღარ აბრუნებენ და ამ ნაწილშიც გარკვეულწილად რეგრესს განვიცდით. თავისთავად ცხადია, რომ ინვესტორები ნებისმიერ გრძელვადიან გადაწყვეტილებას ასეთ მოცემულობაში კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უყურებენ. ხდება რაღაც ალტერნატიული გზების ძიება, კაპიტალის დაბანდების და იცით ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი არის განწყობა და რაღაც მოლოდინი მომავლის და ასეთ ვითარებაში, როდესაც ერთს ვამბობთ, მეორეს ვაკეთებთ, მესამეს ვფიქრობთ და თან ერთმანეთთან დაპირისპირებული ვართ, ცხადია აქ არაფერი ასეთ გარემოში, რომ რა გრძელვადიან ინვესტიციაზე შეიძლება იყოს საუბარი, ამიტომ ბუნებრივია შიდა ინვესტორიც და მათ შორის ეს თქვენ რაც ახსენეთ, თქვათ ეს პროცესიც აბსოლუტურად ლოგიკურად მიდის, ხდება ამის გადადება და რაღაც თქვათ ამ ქვეყნიდან გატანა, სხვა რაღაც ალტერნატივის ძებნა. კი ბატონო რესან, წინა სტუმართან დავსვიეს შეკითხვა და მინდა რომ თქვენგანაც მოვისმინო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკმაოდ ცნობილი საარბიტრაჟო დავა, რომლებიც მაინც და მაინც დადებითად ჩვენი ქვეყნისათვის არ დასრულდა. ამ ნაწილში ძალიან საინტერესო არის თქვენ როგორ ხედავთ ამ დავებისა და ამ საარბიტრაჟო წარუმატებლობების გადაცემას ზოგადად საინვესტიციო იმიჯზე და ის მდგომარეობა, რომელზეც ახლა ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელიც არის მოყვანილი, რამდენად აქვს გადაცემა და რამდენად არის ეს ორი ფაქტორი კავშირში ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოდის, რომ არასანდო პარტნიორი ვართ, როგორც ქვეყანა, იმიტომ რომ თქვენაც ახსენეთ, ახლა დავება ენკა არის ყველაზე ისეთი, ხო, როცა ჩვენ ფაქტობრივად 1 მილიარდი ლარი წავაგეთ დავა, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს. თან ხედავთ, რომ ეს პასუხისმგებელი პირები, ვინც იყვნენ, თქვათ, ამასთან დაკავშირებით, აქაც არანაირ ნაბიჯებს არ ვდგამ, თქვათ, არც მაგ კუთხით, არც რაღაცა რეპუტაციული ზიანი, რომელიც მიადგა ქვეყანას, თქვათ, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია დავაკომპენსიროთ. ამ მიმართულებით საერთოდ არ მიდის ჩვენი მხრიდან მუშაობა და თვითინებით, ასე ვთქვათ, მხოლოდ უარყოფითი, ესეც რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უარყოფითია, პლუს დამატებით ეს
სასამართლოში ხედავთ რა მდგომარეობაც არის, ამას ხო ბიზნესიც ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხო, ეს მინიმუმ აი ძალიან რბილად რო ვთქვათ, უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ახლა ბიზნესი, რომელიც იღებს გრძელვადიან გადაწყვეტილებას საინვესტიციოს, ბუნებრივია ეს უყუროს მისი ინვესტიციის დაცულობას და როდესაც ასეთი მოცემულობა გვაქვს სასამართლოში ცხადია და მით უმეტეს ვხედავთ, რომ გადაწყვეტილების მიღების კუთხითაც როგორც ჩანს, რაღაც არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ როგორც ქვეყანა, შესაბამისი არის უკვე პასუხიც ინვესტორების მხრიდან. ბატონო რეზან, თქვენ საკმაოდ აქტიური შეხება გაქვთ ჩვენს იგივე საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ იმ ადამიანებთან, იმ ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებთან, ვინც შესაძლებელია პოტენციური ინვესტორებად იქნენ განხილული ჩვენს ქვეყანაში. ძალიან საინტერესოა, ერთია ჩვენ რაც ვხედავთ ამ ყველაფერს სტატისტიკაში და ოფიციალურ მონაცემებში, ხოლო მეორე არის პიროვნული და ადამიანური განწყობები ამ ადამიანების. აი ამ ზემოთხსენებულ დავების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ რაღაც დაწაბულ პოლიტიკურ ფონთან დაკავშირებით, მათი განწყობები როგორი არის, იგივე საინვესტიციო და საქმის კეთების კუთხით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბიზნესი უყურებს ტალღებს და ცდილობს, რომ იპოვოს მზარდი ტალღა, ასე ვთქვათ, ტალღა როცა იზრდება რაღაცა, იმ ტალღას შეახდეს, ასე ვთქვათ, სერფინგით, ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა გაურკვეველი მიმართულებით მიდის, რბილად რო ვთქვათ, ანუ ინვესტორისთვისაც ეს მანამდე ჩვენ როგორ ვიყავით, ხო? ვიყავით საინტერესო, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მიდის ევროკავშირის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია გადავხედოთ, ვთქვათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რო გახდნენ წევრი ქვეყნები, რა მოხდა მათ ეკონომიკებში და ძალიან კარგად ისე ცხადად დავინახავთ, რა შეიძლება მოხდეს ჩვენს, რა შეიძლება მოვიდეს ჩვენს კაპიტალს, როდესაც ასეთ ტიპის ქვეყანაში გავაკეთებთ ინვესტიციას. ცხადია, ეხლა დღეს ხედავენ, რომ ეს გაურკვეველია, ეს და არაფერს ალტერნატივას ფაქტიურად გარდა იმისა, რომ რაღაც სუვერენიტეტზე და რაღაცა იმაზეა საუბარი, გაუგებარ, ასე ვთქვათ, რაღაც დეფინიციებზე, ასე ვთქვათ, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, ცხადია, ასეთ მოცემულობაში ინვესტორი ფიქრობს, რომ აქ საინტერესო არაფერი არ არის და პირობითად იგივე ჩვენს რეგიონში არის გაცილებით უფრო საინტერესო ქვეყნები მაგ კუთხით, იგივე სომხეთია საინტერესო ქვეყანა, აზერბაიჯანს თავისი სპეციფიკა აქვს, ეხლა თუ იქაც ვთქვათ, ღია ეკონომიკა რო იყოს, გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა დღეს ვიდრე საქართველო. დღეს საქართველო ხდება ყველაზე ნაკლებად საინტერესო ქვეყანა, ხდება კი არა, უკვე არის. და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ძიმდება ამ კუთხით ვითარება. კი ბატონო, ბოლოსკენ მივდივართ და გარკვეულწილად გამოსავლის გზებზეც მინდა გკითხოთ, ახლა სხვადასხვა მოსაზრება ვრცელდება იგივე ალტერნატივებთან დაკავშირებით. როგორც ასე ვთქვათ, სამთავრობო არხებისა და კულუარული მიმართულებით, ისე ექსპერტულ და ეკონომიკურ წრეებში, რომლებიც მოიაზრებენ იგივე ინვესტიციების ჩანაცვლებას, დასავლური ინვესტიციების ჩანაცვლებას, იგივე აზიური ინვესტიციებით, ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კონკრეტული დაპირებები ემირატებიდან წამოსულ კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებითაც, საინვესტიციო რიცხვებთან დაკავშირებითაც და ასე შემდეგ. რეალურად რამდენად შეიძლება იყოს ესენი ალტერნატივები და სად შეიძლება იყოს გამოსავალი იმისათვის, რათა ქვეყანა არ დარჩეს აი იმ ნეგატიურ საინვესტიციო ტალღაზე, რომელიც არის დღეს და რომელსაც უყურებთ დღეს სტატისტიკებში. ეს დასავლური ინვესტიციები ჩვენ ხედავთ ძირითადად ენერგეტიკაში და ასევე საბანკო და ფინანსურ სექტორში, ვთქვათ რაღაც ინფრასტრუქტურის ნაწილში. ჩვენ ფაქტიურად არაფერს არ ვაკეთებდით იმისთვის, რომ მოგვეზიდა, ანუ ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყავით ჩემპიონი ქვეყანა, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ვთქვათ დასავლური კაპიტალისთვის, ნაცვლად ამისა ჩვენ ფაქტიურად არაფერი არ გავკვეთებთ, შეიძლება ასე თქვით, ჩემი პირადი შეფასება იმ კუთხით, რომ მოგვეზიდა ხარისხიანი მდგრადი ინვესტიცია. რატო ვაკეთებ ახლა ამას ხაზი, რატო გავუსვი, იმიტომ რომ არ არის ყველა ინვესტიცია თანაბრად ეკონომიკისთვის საინტერესო. დასავლური ინვესტიციის საინტერესოობა მდგომარეობს იმაში, რომ იმას მოყვება ტექნოლოგია და მოყვება სხვა ტიპის სხვა ხარისხის მართვა და სხვა ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა. აღმოსავლური ინვესტიცია სამწუხაროდ თავისი განვითარების დონიდან გამომდინარე არ არის ამის ჩამანაცვლებელი, ასე ვთქვათ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტად აღმოსავლურსაც ეხლა ისევ საუბრობთ, ვითომ ვინმე კალთებს გვახევდეს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს
გარდა რაღაც განცხადებებისა და საქართველოს დროშის სადღაც აფრიალებისა, ხო? თუ დავინახავთ რაღაც კონკრეტულ ხა აღმოსავლეთშიც არის ქვეყნები და არის თქვათ რაღაც საინტერესო ასე ვთქვათ მოძრაობა შეინიშნება ამ კუთხით, თუნდაც საინტერესო პროექტებთან დაკავშირებით, თუ რამეს გავს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ ვერაფერს ჩვენს გავს ვერ დავინახავთ ძალიან სამწუხაროდ ამ გარემოში. კი ბატონო, მადლობა ბატონო რესან საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რესან კიქავა, ექსპო ჯორჯიას გენერალური დირექტორი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით.